ეკონომიკური პოლიტიკა, შესაძლებლობები და გამოწვევები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენების კომპეტენტური ანალიზი და განსხვავებული მოსაზრებები. ყველაფერი, რაც ეკონომიკას, ბიზნესს, ფინანსებს და ჩვენ გვეხება. რა, როგორ და ვისთვის? ეკონომიკის მთავარ კითხვებზე პასუხი გადაცემაში ეკონომიქსი. ირმა ებრალიძესთან ერთად. Სად უნდა შეიძინოთ მალფუჭებადი პროდუქტი, რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ საფრთხე არ შეუქმნათ საკუთარ ჯანმრთელობას, აკმაყოფილებს თუ არა სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს სამომხმარებლო ბაზარი, ვინ აგებს პასუხს პროდუქციის უსაფრთხოებაზე და რას აკეთებს ამ კუთხით სახელმწიფო. Პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის, სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა, დღეს ამ თემაზე ჩვენ გადაცემის სტუმარია სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. ქალბატონო ანა, გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ გადაცემის სტუმარი. სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინტენსიური შემოწმება სურსათის ეროვნულ სააგენტომ ახლა დაიწყო. თავდაპირველად რომ ვისაუბროთ ამაზე, ახლა რა ურჩიოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და შემდგომ ზოგადად როგორ არის პროცედურა და როგორ ხდება ეს ყველაფერი, რომ მოგვიყვეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი იმ კუთხით, რომ სწორედ ბრძანეთ, რომ ინტენსიურად ამოწმებთ ჩვენს ბაზარს, ადგილობრივ ბაზარს და ბაზარზე განთავსებულ როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებულ სურსათსაც. და ეს ხდება კონტროლის გეგმის ფარგლებში ყოველწლიურად. შემოწმების არაერთი მექანიზმი გვაქვს კონტროლის, კერძოდ 6 მექანიზმია. ერთ შემთხვევაში საწარმო პროცესი მოწმდება, თავისი ყველა მოთხოვნებით ჰიგიენა, წარმოების პრაქტიკა, შიდასის კონტროლის სისტემა და მიკვლევადობა. მეორე შემთხვევაში ვთქვა დოკუმენტაცია, მესამე შემთხვევაში მივდივართ ბაზარში და ბაზარზე და შერჩევითად ვიძენთ სურსათს და ვამოწმებთ სურსათის უვნებლობის სხვადასხვა მაჩვენებლებზე, მათ შორის მოწმდება რეალიზაციის პირობები, ეტიკეტირება და ასე შემდეგ. ანალოგიურად ეს არის სამუშაო პროცესი და ეს ხდება მუდმივად და არა მაგალითად სადღესასწაულო დღეებში ამ ხაზგასმა მინდოდა. ეს არის უწყვეტი მუდმივი პროცესი, რომელიც არის მთავარი და ძირითადი ამოცანა ჩვენი სამსახურის. ჩვენ ვართ ერთადერთი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო, ვისაც ამხელა პასუხისმგებლობა გვეკისრება, რაც არის ჯანმრთელობა მომხმარებლის და ინტერესების დაცვა. აქედან გამომდინარე ეს რუტინული მუდმივი პროცესია. რაც შეეხება აღდგომის წინა პერიოდს, ეს არის გაძლიერებულად. ანუ თუ აი ვთქვათ შემთხვევაში გარკვეული კატეგორიის საწარმოებში შევდიოდით წელიწადში ორჯერ, ვთქვათ, ეხლა შევდივართ ორჯერ და სამჯერ მეტად. აი მინდა მოახსენოთ ჩვენს მომხმარებელს, რომ აი დღის ეტაპზე, დღის დრო მდგომარეობით შემოწმებულია უკვე 200-მდე საკონდიტრო საწარმო, ეს პროცესი მიმდინარეობს, 40-ზე მეტი მწარმოებლები, ვინც აწარმოებს სასურსათო კვერცხის დისტრიბუციას ეწევა, ან სარეალიზაციო საქმით არის დაკავებული. აი ძირითადად რა ტიპის დარღვევები ხდებათ ასეთ შემთხვევებში? იგივე დავშოთ ავიღოთ კვერცხის წარმოება, შემდეგ გადავიდეთ საკონდიტროზე. ანუ რას უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება, როდესაც ის შედის მაღაზიაში ან სუპერმარკეტში ან საკონდიტროში და პროდუქტს ყიდულობს? თავიდან დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში უნდა იყიდოს სურსათი ორგანიზებული რეალიზაციის ადგილებში, სადაც მას შეუძლია სრული ინფორმაცია მიიღოს ამ სურსათზე და ეს სურსათი სათანადო პირობებში იქნება განთავსებული და რეალიზებული. თუ ეს არის კვერცხი ან სხვა ცხოველური წარმოშობის სურსათი, განთავსებულია სამაციურე კარი და მათ ახლზე და შესაბამის პირობებში იყიდება. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა იყოს მიკვლევადი, ანუ ეტიკეტირებული, სადაც მითითებული იქნება სურსათის დამზადების თარიღი, ვარგისელებსა და წარმოებლის დასახელება და სრული მისი რეკვიზიტები და ასე შემდეგ. ალერგენები თუ ეს შედგენილი სურსათია და შეიცავს რომელიმე ალერგენს, აუცილებლად ეს ალერგენი განსხვავებულად უნდა იყოს აღნიშნული ეტიკეტზე, ან განსხვავებული ფერით, ან უფრო დიდი ასოებით, ან მითითება უნდა იყოს სადმე ეტიკეტზე, რომ აი ეს შემცველი ინგრედიენტი წარმოადგენს ალერგენს და მიაქციოთ ყურადღება. ანუ ეტიკეტის წაკითხვა უნდა ვისწავლოთ და მივეჩვიოთ ამ ყველაფერს. რაც შეეხება საკონდიტროს, ანუ რა ტიპის ბიზნეს რა ბიზნეს კი არა და რა დარღვევები შეგხვდათ, სადაც შეამოწმეთ. სულ საუბარია, მე მგონი 41 მწარმოებელი ამ ეტაპზე შემოწმებული. 10 სამართალ დარღვევა და 175 შემოწმება საკონდიტროებში. რა ტიპის სამართალ დარღვევასთან მქონდა საქმე? ზოგადად არაკრიტიკული შეუსაბამობებია, რომელიც არ არის დაკავშირებული უვნებლობის
მაჩვენებლების რაღაც გადაცდომასთან და რომელიც დაკავშირებულია საწარმო პროცესის დროს კონკრეტული რაღაც შეუსაბამობების გამოსწორებასთან, რომელიც საწარმო პროცესის დროსაც შეიძლება იქნეს გამოსწორებული. ჰიგიენური, დიახ, ზოგადად ჰიგიენურ ნაწილთან იყო დაკავშირებული. და კვერცხის შემთხვევაში, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხლა რაც კვერცხი იყიდება საქართველოში სამხარბლო ბაზარზე, ეს სტანდარტდა შეესაბამება? რა თქმა უნდა. ჩვენ მაგის ვემსახურებთ ზუსტად რომ იმიტომ არის გაძლიერებული კონტროლი რომ ის კვერცხი რომელიც გათავსებულია ბაზარზე იყოს უნებელი და რომ მოწმდება რა თქმა უნდა მოწმდება პირველში ეტიკეტირება რეალიზაციის პირობები ამ ეტაპზე რაღაც განსაკუთრებული და ეს საგანგაშო შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა და სულ ცოტა ხნის წინ შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია რომ გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცი და ტკბილი კარტოფილი საკვებად უვარგისი აღმოჩნდა რის შედეგადაც ტვირთის სრულად განადგურდა საუბარია 27,000 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცზე. ეს შემოსავლების სამსახური თქვენი ფუნქცია ამ შემთხვევაში რა არის? შემოსავლების სამსახურიც არის ის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო, რომელიც აი ანალოგიურ კონტროლს ახორციელებს ოღონდ საბაჟო სასაზღვრო საკარანტინო ღონისძიებების დროს, ანუ როდესაც ტვირთი შემოდის ქვეყანაში და გამბაჟების პროცესი მიმდინარეობს, მათაც ჩვენსავით აქვთ გაწერილი სახელმწიფო კონტროლის პროგრამა და გეგმა, მონიტორინგის გეგმა, სადაც გაწერილია რა სიხშირით, რა დასახელების სურსათი შემოტანილი ქვეყანაში იქნება გაკონტროლებული, იქნება აღებული ნიმუში და გამოკვლეული შესაბამის უმნებლობის მაჩვენებლებზე. ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ფაქტს მე ამ წუთას არ ვიცნობ ეს როგორც ჩანს ახალი ინფორმაცია. კი, დღევანდელი. თუ არის შემთხვევები, როდესაც საბაჟო კონტროლის დროს ნიმუშის აღება ხდება და ეს ტვირთი გადის თავისუფალ მიმოქცევაში, თუმცა შედეგები გვეცნობება თუ უვნებლობის მაჩვენებელი არის რომელიმე დარღვეული, ამ შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარზე სათანადო კონტროლის ღონისძიებებს ჩვენ ვაგრძელებთ და ვახორციელებთ, რაც გამოიხატება კონკრეტული პარტიის მიგნებაზე, კონკრეტული მწარმოებლის დისტრიბუტორის მიგნებაზე, რომელსაც ევალება კონკრეტული პარტიის ამოღება, თუ ეს გასანადგურებულია, განადგურება, თუ ეს არის თქვა სამართავი ეტიკეტია გამოსაცვლელი ან სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ანუ შემოსავლების სამსახური ნებისმიერ ტვირთს უტარებს შემოწმებას, თუ მას საბუთები ახლავს. ამ შემთხვევაში რა შემთხვევაში ხდება ლაბორატორიაში გადამოწმება? გეტყვით, ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ საბუთებთან. ანუ იქიც როგორ არის, როგორც ჩვენთან, ანუ განსაზღვრულია ზოგადად, ხო, კანონმდებლობით რა არის მაღალი რისკის სურსათი, რა არის შედარებით დაბალი რისკის სურსათი. იმის დამიხედვით, ანუ გამოკვლეული კვლევების სიხშირეც დადგენილი აქვს წინასწარ. არის კატეგორია სურსათის, რომლის 100% მოწმდება შემოსული ქვეყანაში, არის კატეგორია სურსათის, რომლის 30% და ასე შემდეგ. ეს უკვე წინასწარ დადგენილია და არის კატეგორია სურსათის, რომელიც არ საჭიროებს ყველა პარტიის შემოწმებას, ან იგივე მწარმოებელი, რომელსაც ისეთი უზადო ისტორია აქვს, რომ იმპორტიორს, მწარმოებელს, რომ არ არის ამის საჭიროება, რომ ამის ანალიზი კეთდება ყოველი წლის ბოლოს მომდევნო წლისთვის დაგეგმვისას. და თქვათა შორის ერთმანეთს უთანხმებთ ჩვენ ამ საკონტროლო მონიტორინგის გეგმებს, ისინი აგზავნიან ჩვენთან ინფორმაციას, ჩვენ ერთობლივად ვაკეთებთ ამის ანალიზს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ანალიზებთ ჩვენი კონტროლის შედეგები რა იყო გასულ წელს და თუ საჭიროება არის ამის, რომ დავუშვათ კონტროლი გახშირდეს თავად საზღვარზეც, გაიზარდოს პროცენტულად ეს კონტროლის სიხშირე, ეს ხორციელდება ურთიერთ შეთანხმებით და ურთიერთ ინფორმაციის გაცვლით. ეს ყველაფერი გაწერილია ჩვენი სურსათის უმნებლობის კოდექსში, ანუ თანამშრომლობა სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებს შორის, მათ შორის საბაჟოსთან, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამისად კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა. ხო, ეს რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას, ახლა მოვედით ადგილობრივ ბაზარზე და რძის, ასე ვთქვათ, თემა. ეს ისევ კვლავ აქტუალურია და საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სესის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ და მოსახლეობაშიც გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ახლა პანიკა ჩაცხრა, მაგრამ დახლებზე მაინც ნაკლებად იყიდება ის პროდუქცია, რაზეც იყო საუბარი. ახლა რასთან გვაქვს საქმე და რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მომხმარებელს? არის თუ არა საშიში სოფლის ნობათი სანტეს პროდუქცია? იცით რა არის, ეს ფაქტი, რაც დაფიქსირდა იყო პირველ შემთხვევაში, როცა ესა გასაჯაროვდა ესეთი ინფორმაცია და რა თქმა უნდა შესაბამისი გამოხმაურებაც მოყვა მას საზოგადოებაში. პირველი ფაქტი იყო, რატომ? ასეთი მასშტაბის ინფორმაცია, ეგრე ვთქვათ, პირველი შემთხვევა იყო, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, ადრეც ხდება და გავრცელება. კი, მაგრამ გამოიწვია, იმიტომ რომ თვითონ სურსათის ტიპი იყო ესეთი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მომხმარებლის ყველა კატეგორიის მოწყვლადი
ჯგუფია საზოგადოების, რომელიც მოიხმარს ამ პროდუქტზე, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი აჟიოტაჟი მოყვა, თუმცა მინდა დავაწყნა, რომ ჩვენი მომხმარებელი ხარ, რა შემთხვევა იყო, იცით, ეს იყო საუბარი სასმელ რძეზე და ამ სასმელ რძესთან დაკავშირებით ეს ზღვრები დადგენილი ამ აფლატოქსინის, რომელიც შეიძლება არსებობდეს რძეში და გადავიდეს ცხოველის საკვებიდან რძეში, როდესაც ცხოველი მოიხმარს საკვებს და ის B1 ტოქსინით და დაბინძურებული ორგანიზმში მეტაბოლიზმის შემდეგ წარმოიქმნება ეს M1 ტოქსინი, რომელიც რძეში გადადის. თუმცა ამის ზღვარი არის დაწესებული, ნორმი ზღვარი, რომელიც შესაძლებელია მიიღოს ორგანიზმმა. ქვეყანაში თუ არ ვწდები სხვადასხვა. აი ზუსტად მანდ მივდივარ, რომ ჩვენ გვაქვს გადმოტანილი ევროკავშირის კანონმდებლობა სრულად, ხო, ჩვენთან უკვე 10 წელიწადია ეს ნორმა არის 10 ჯერ ნაკლები, ვიდრე ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში. მინდა გითხრათ, მათ შორის იაპონიაში, ბრაზილიაში, ამერიკაში, კორეაში და პოსტსაბჭოურ ქვეყნებშიც, მათ შორის აზერბაიჯანშიც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ზღვარი დაუშვათ იმ ზღვარს რო გადასდება, რა თქმა უნდა, ეს უკვე არის მავნე ჯანმრთელობისთვის. თუმცა ჩვენთვის ეს 10 ჯერ ნაკლები იყო, 10 ჯერ ნაკლები ზღვრად იყო დაწესებული. და ის პარტია, რომელთანაც იყო დაკავშირებული ეს კონკრეტული ფაქტი, სრულად იყო მიკოლეული როგორც ჩვენს მიერ, ასევე ბიზნეს წარმოებლის მიერაც. ეს იყო კონკრეტული 4 თუ 5 პარტია თუ არ ვცდები და ეს 5 პარტია მოკოლეული იყო და მთლიანად იყო ამოღებული ქსელიდან დაახლოებით მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. ჩვენ რომ დილას მივიღეთ ინფორმაცია, თავად ბიზნეს ოპერატორი თვითონ იყო აქტიური ძალიან და ცდილობდა რომ ეს რაიმე ეჭვის საფუძველზე მოხდა შემოწმება თუ ეს იყო უბრალოდ გეგმიური შემოწმება? ეს ჩვენს არ მომხდარა შემოწმება, განახორციელა თავად ბიზნეს ოპერატორმა თვითკონტროლის ფარგლებში და ის რო გამოავლინა თვითონ შეგვატყობინა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია და საფასუხო რეაგირება ერთობლივად განვახორციელებთ ჩვენ და ბიზნესმა. ანუ ეს მიუთითებს პასუხისმგებლია ბიზნესზე ამ შემთხვევაში და მაგრამ ეს არ დაუშვათ სხვა დანარჩენი პროდუქცია, რომელიც განთავსებულია ბაზარზე, სხვა დასახელების სურსათი იგივე მწარმოებლებს არის მავნე. ეს ერთი, მეორე ის ფაქტი დაკავშირებული იყო თავად არაადგილობრივი რძისგან წარმოებულ პროდუქციასთან, არამედ იმპორტირებულთან, რომელიც თავად რძე იყო იმ ქვეყნის წარმოების, იმ ქვეყნის მიერ ჩამოსხმული და დამზადებული მათ საწარმოში, ამ საწარმოს დაკვეთით და ამ საწარმოს ეტიკეტი. თუმცა ამაზე ნედლეული შემოტანილი იყო. არ იყო შემოტანილი, გზასურსათი იყო. ანუ ნედლეული არაფერი შეხება არ ქონდა ადგილობრივ წარმოებასთან. პროცესი აქ არ წარმართულა და არც ნედლეული არ ყოფილა ადგილობრივი. იმიტომ რომ ჩვენ თვითონ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყოველწლიურად ვამოწმოთ აღნიშნულ მაჩვენებელს არსებობას ნედლ რძეში, რომელიც გამოიყენება შემდგომ ნებისმიერ სურსათის და ამიტომ ყველაზე რენტაბელური და რაციონალურია ნედლეულის კონტროლი და არამედ უკვე მზასურსათის კონტროლი, რომელსაც უკვე შეიძლება გადაყვეს ეს, ხო, ეს გადაყვეს ეს კონცენტრაცია ამ ქიმიური დამაბინძურებლის. ამიტომ ჩვენ ყოველ წელს ისეთ კანონმდებლობაშიც არის გაწერილი, ჩვენი ანალიზის საფუძველზე 300 ნიმუშს ნაკლებს არ ვიღებთ ყოველ წელს კონტროლის ფარგლებში ნედლი რძისა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ხა დაფიქსირდა, ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ დავუმატეთ სახელმწიფო კონტროლის პროგრამით დამატებით კიდევ ნიმუშები. ამ ეტაპზე უკვე ყველა იმპორტირებული რძეც შემოწმდება სასმელი რძე, რომელიც ბაზარზეა განთავსებული და ადგილობრივი წარმოებული სასმელი რძე, არა ნედლი, არამედ სასმელი, რომელიც უკვე სასმელად არის გამზადებული. მაშინ რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი? ეს იყო აუშვათ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია, ეს იყო უბრალოდ ვითარება და შექმნეს პანიკა. ანუ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ყველა რძე, რომელსაც ეს კომპანიები აწარმოებენ, უბრალოდ ძის პროდუქტები, ყველამ რატომღაც გამოაცხადა ბოიკოტი. აი რა ვიცი ეს რატო იყო ეს ინფორმაცია ასე აღქმული, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად ლაკონურად და ზუსტად მიგვეწოდებინა კონკრეტულად ის ფაქტი გაგვეშუქებინა, რასთანაც იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი. იცით რა არის? არ ვიცი რატო გამოიწვია ესეთი აჟიოტაჟი. იმიტომ რომ კონკრეტულ პარტია იყო დასახელებული, კონკრეტული სურსათის ტიპი იყო და ასევე იყო გაშუქებული ზუსტად, რომ ეს სურსათი იყო ნედლეულიც, არა ქართული, წარმოებულიც არა საქართველოში, დაფასოებული საქართველოს კონკრეტული მწარმოებლის დაკვეთით და სადაც ეწერა ეტიკეტს, რომ ეს არის წარმოებული აქა და აქ ამის და ამ
მეწარმის მიერ ამადა მეწარმის დაკვეთით. და ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რძე, რომელიც იყიდება საქართველოს ბაზარზე ადგილობრივ წარმოებას გულისხმობ ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად უნებელია ჯანმრთელობისთვის. და კარგით მიპასუხეთ და კიდევ მე ვფიქრობ, რომ კი, იმიტომ რომ ამ ყველაფრის მერე ასევე პარალელურად უკვე დაევალათ და თვითონ ბიზნეს ოპერატორებს ახორციელებენ თავად ნიმუშების მიტანას და კვლევას გარე აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც უკვე დადასტურებულად იღებენ ინფორმაციას, რომ ნამდვილად მას თირზე აწარმოებს საშიშროებას. პერიოდულად არ ამოწმებდა დაუშვათ წარმოებელი, ანუ რავალდებულება აქვს მას, როდესაც ამზადებს მალფუჭებად პროდუქტს, ანუ ეს რო გითხრათ. ეს ძალიან კაი კითხვა, იმიტომ რომ ჩვენი კოდექსის თანახმად სურსათის უმნებლობაზე პასუხისმგებელი მთლიანად არის ბიზნეს ოპერატორი. სახელმწიფო არ არის ის სტრუქტურა და ის მანქანა, რომელმაც უნდა რაღაც დამსჯელი მექანიზმებით სულ იაროს შოლტით და რაღაც ამოწმოს და იცით როგორ ხდება ყველა ცივილურ ქვეყანაში და ჩვენც ესე ვცდილობთ რომ გადავერთოთ, ეს უნდა მოხდეს შერჩევითად, როგორც სახელმწიფომ შექმნა სტატისტიკა და იყოდეს იცოდეს რა ხდება მის ქვეყანაში. ბიზნესი უნდა იყოს იმდენად აქტიური. რა თქმა უნდა, ბიზნესს ისეთი თვითკონტროლი უნდა ქონდეს აწყობილი, რომ თავად იყოს ინიციატორი ყველა პროგრესის ან რაღაც ინფორმაციის თუ საჭიროა მის გავრცელების და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თვითონ კოდექსი ავალებს, რომ თუ ბიზნესი აქ ეჭვი რომ მისი სურსათი არ შეესაბამება მოთხოვნებს, ის ვალდებულია ეს ინფორმაცია აცნობს სახელმწიფოს და აცნობს მის მომხმარებელს. ასე მოხდა ამ შემთხვევაში. და მინდა გითხრათ, რომ ამ მეწარმეს კონკრეტულად არაერთს აქვს. თუმცა რატომ გასაჯაროვდა თუ მართლა ასე არის? იმიტომ რომ ეს სურსათი მოიხმარება ფართო მომხმარებლის მიერ, დიდი მოწყვლადი ჯგუფებს მოიცავს, მოიხმარს ბავშვიც, დადასრულიც, ჯანმრთელობის სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორმა მოგმართათ მაშინ, როდესაც ეს პარტია იყო ამოღებული თუ ერთობლივად მოხდა ამოღება? ანუ ფაქტი დაფიქსირდა, მოგმართათ თქვენ და ერთობლივად დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ანუ ერთობლივად მოხდა? ერთობლივად, რა თქმა უნდა, და ის პარალელურად, მომენტალურად, როგორც კი ეს ინფორმაცია მივიღეთ, მყისიერად მოხდა ამის ამოღება, ეს ნიშნავს, რომ ამოვაღებინეთ სარეალიზაციო ქსელს, დავალუქინეთ და იმის გაყიდვა აღარ შეიძლებოდა და იმავე დღეს მწარმოებელმა გაიტანა ეს დაასაწყობა შესაბამის სასაწყობო ფარგლებში. გადავიდეთ ისე ბიზნეს სუბიექტის ვალდებულებაზე, ანუ რა ვალდებულება აქვს ბიზნეს ოპერატორს, რა უნდა გააკეთოს, როდესაც ის მალფუჭებად პროდუქტს აწარმოებს? ჩვენი კანონმდებლობით მათ ევალებათ უკვე დიდი ხანია ქონდეთ კარგი ჰიგიენის, კარგი წარმოების და რაც მთავარია თვითკონტროლის სისტემა, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის ქონა, რომელიც აწყობინებთ მათ, ამენეჯერებინებთ თავის საქმიანობას ისე, რომ მისი წარმოების ტექნოლოგიურ ყველა ციკლზე იმას აქვს შეფასებული, რა არის კრიტიკულად საკონტროლო, რა არის ზოგადად სამონიტორო და აქედან და შექმნას თავის ისტორია, აკონტროლოს, ლაბორატორიული კვლევებით ახორციელოს, დაკვირვებებით საწარმოო პროცესზე და ამაზე ჩანაწერებიც აკეთოს. ეს მოთხოვნა დიდი ხანია არსებობს და ამას აკმაყოფილებს უკვე პრაქტიკულად ყველა ბიზნეს ოპერატორი, რომელიც მაღალი რისკის სურსათს აწარმოებს. პირველში ცხოველური წარმოშობის სურსათს ეხება ეს და კონკრეტულად ეს მეწარმე საკმაოდ მოწესრიგებული მეწარმეა. ამას ხასპის გარდა აქვს კიდევ სხვა ISO 22000, რომელიც სხვა კიდე პასუხისმგებლობას მატებს. მას უფრო მეც ვიდრე არის ხასპი. ხასპს მოიცავს ეს ISO 22000 და თვითკონტროლის პროცესი რუტინულია მათთან, დადგენილი კონკრეტული სიხშირით, იქიდან გამომდინარე რა ასორტიმენტის სურსათს აწარმოებს, რა სიხშირით, რა მოცულობით და ასე შემდეგ. ჩვენ რო შევდივარ და მათ ვაკონტროლებთ, ეს არის შერჩევითად, ამ შემთხვევაში ჩვენ მათ ძალიან ბევრჯერ ვაწარმოებთ, იმიტომ რომ ვაკონტროლებთ, იმიტომ რომ მაღალი რისკის მწარმოებლები არიან. და აი სწორედ ამას უმოწმეთ, მუშაობს თუ არა ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრებ. მათ შორის ვახორციელებთ, ახალია უკვე 2023 წლის ნოემბრიდან დავიწყეთ ჰასპის სისტემის აუდიტსაც ცალკე კონტროლის მექანიზმად გამოვიყენეთ და ვაფასებთ, რამდენად ქმედითია ამათ მიერ აწყობილი ეს ჰასპის სისტემა, რაიმე ნაკლოვანი ხო არა აქვს მას, რომ შეიძლება გაიპაროს სურსათმცემლობის კუთხით რაიმე შეუსაბამობა. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თემა უკვე დახურულია? მე ვფიქრობ, რომ დახურულია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ამოვწურეთ ყველა ქმედება, რაც კი შეიძლება გაკეთებული იყოს სახელმწიფოს მხრიდან და ბიზნესის მხრიდან, რომ აი ეს კონკრეტული ფაქტი ჩვენთვის აღარ ყოფილიყო ესეთი მტკივნეული საკითხი განხორციელებულია. და კიდევ ერთი თემა, რომელიც ახლა არ არის აქტუალური, მაგრამ ვიცი რომ მუდმივად მუშაობს სურსათის სააგენტო ამაზე, ხორცი.
ანუ ხორცის თემა, რომ აი ვადაგასული ხორცი, სადიკვლება ეს რა ხორცი იყიდება ქვეყანაში. აი ამ კუთხით თუ იყო ბოლო პერიოდში რაიმე სერიოზული დარღვევა? არა, სერიოზული დარღვევა არ მახსენდება, იმიტომ რომ ამაზე უკვე რამდენი ხანია მუშაობთ და ვაძლიერებთ. ხა ერთ პერიოდს იცით რომ ვფიქრობდით რომ შესაძლებელი ყოფილიყო თეორიულად რომ მიუკლევადი ხორცი მოხდრილიყო მაღაზიაში, ანუ სასაკლაოს გარეშე. ქონდა პერიოდი გასულ წლებში, როცა სახელმწიფო კონტროლის დოკუმენტური შემოწმება ჩავდეთ გეგმურად წელიწადში 6 ჯერ. ნუ პრაქტიკულად გარდა იმისა, რომ ინსპექტირებას კიდე დოკუმენტურად წელიწადში ყოველ მეორე თვე შევდიოდით, რომ რაღაცა შეუსაბამობა არ დაფიქსირებულიყო, იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვთ დიდი ხანია და ბიზნესიც მიჩვეულია, რომ ცხოველის ხორცი უნდა დაეკლას სათანადო პირობებში ცხოველის სასაკლაოზე თავის პროცედურები უნდა იყოს. ჯანმრთელობის ნიშნადება თუ ეხა ის მოხდა დახლზე ის ვეღარ მოხდება, შეიძლება ანაბეჭდი ხორცზე მომხმარებელმა ვერ დაენახოს, მაგრამ ეტიკეტი უნდა ახდეს აუცილებლად ამ ხორცს. თუ ზედ ნაჭერზე დაკვირვება ვერ ნახეთ, მაშინ უნდა მოითხოვოთ, რომ დახლზე ხორცთან იყოს განთავსებული, სადაც სრულ ინფორმაციას მიიღებს მომხმარებელი, დაწყებული საყურე ნიშნის ნომრიდან, რომელიც ცხოველი დაიკლა, სად დაიკლა, რომელ სასაკლაოზე, რა დროს, ვარგისიანობის ვადა და ასე შემდეგ. გასაგებია და თუ ამ ყველაფერს ბიზნესის კუთხით შევხედავთ, ანუ თქვენ ხართ მაკონტროლებელი ორგანო და ეხა არავის არ შეამოვნებს, რომ ხშირად მაკონტროლებელი შედის და ის თავის პროცესი აქვს იმას და ასე თუ ისე ხელს უშლის მეტნაკლებად მუშაობაში. რა პერიოდულობით ხდება? ეს ხდება დავუშვათ გეგმიურია, იცის ბიზნეს ოპერატორმა რომ თქვენ მიდიხართ გეგმაშია თუ ეს არის მოულოდნელი შემოწმებები? ყოველთვის მოულოდნელია, არასდროს არც ერთმა ბიზნესმა არ იცის ჩვენ როდის შევავთ მას და როდის შევამოწმებთ. ეს არის ძალიან დადგენილი ხშირით, იმიტომ რომ მე ზემოთ მოგახსენეთ, რომ სურსათის საშიშრობის სხვადასხვა კატეგორიის შეიძლება იყოს. აი ცხოველური წარმოშობის ყველა სურსათი მიეკუთვნება მაღალი რისკის პროდუქტს. ამიტომ ჩვენი კონტროლს ვაფუძნებთ რისკზე დაფუძნებულად, ანუ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო პრაქტიკიდან გვაქვს გადმოღებული და კანონმდებლობიდან გაიდაინსებია არსებობს კოდექს ალიმენტარიუსის, სადაც გაწერილია კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს შეფასება ამა თუ იმ სურსათის, რომ კატეგორია მიენიჭოს. ამ კრიტერიუმების ქულების დაჯამებით გვაქვს სპეციალური ელექტრონული სისტემა და მას ადამიანი არ აკეთებს, არამედ ელექტრონული სისტემა და აფასებს და იმის მიხედვით უკვე რანჟირება ხდება, რომელი არის მაღალი რისკის. მაღალი რისკის სურსათის წარმოებები მინიმუმ 4 ჯერ მოწმდება წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ ერთხელ რო შევედით შემოწმებით მოულოდნელად, მეორეჯერ გადამოწმებით შევდივართ რაღაც მითითებას რო ვაძლევთ, ის მითითებაზე გონიური ლვა და ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ საწარმო დაგიხურა? რა თქმა უნდა ყოფილა. აი ცნობილი დაუშვათ და ცნობილი არ მახსენდება, უფრო მცირე საწარმოები, დიახ, როგორ არის შემთხვევები, როდესაც და გამოსწორების ვადაც ალბათ ჯარიმა და გონიურ ვადას ქვია ამას კანონმდებლობით, ანუ ეს უნდა იყოს ისეთი ვადა, რომ ეს რეალობასთან ახლოს იყოს, რომ ამ ბიზნესიც არ დავახჭოთ და მანაც შეძლოს ამ შეუსაბამობის გამოსწორება და ჩვენც ეს რეალურად მიგვაჩნდეს, რომ ანუ ოქროშუალედის მოძებნა გიწევთ ძალიან ხშირ შემთხვევაში, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს და მაინც მთავარი კითხვა, რომელიც მე დავსვი გადაცემის დასაწყისში, ვინ აგებს პასუხს პროდუქციის უსაფრთხოებას? იცით რა, ბიზნესიც და სახელმწიფოს, მაგრამ კოდექსი წერს, რომ სურსათის უნდებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიზნესს, იმიტომ რომ ის არის წარმოებელი, ვინც აწარმოებს სურსათს, ვინც ცდილობს, რომ ბაზარზე დაიმკვიდროს ნიშა და თავისი პროდუქცია მიაწოდოს მომხმარებელს და სხვას კონკურენცია გაუწიოს. სახელმწიფო ამ შემთხვევაში უნდა იყოს ის დამხმარე მექანიზმი, რომელიც თავისი შერჩევითი კონტროლით ნამდვილად დაადასტურებს, რომ ნამდვილად აი ამ ბიზნესის მიერ წარმოებული სურსათი არის კარგი, შესაბამისი. ანუ თქვენ კარგი ფრაზა თქვით, დამხმარე და არა გავხსნის საექსპორტო კუთხით კიდე, რაც მთავარია, იმიტომ რომ როდესაც ექსპორტის პოტენციალი იზრდება ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ურთიერთთანამშრომლობა ხდება ჯერ სახელმწიფოების დონეზე, სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების დონეზე და როდესაც სახელმწიფო გარანტად უდგება თავის ბიზნესს, რომ იმდენად კაი პროდუქცია და შესაბამისია, რომ შესაძლებელია მან დაიმკვიდროს ნებისმიერი ქვეყნის ნიშა, ამ შემთხვევაში პირველ ეტაპზე გამოდის სახელმწიფო და ბიზნესი ელოდება მას. ანუ ექსპორტის შემთხვევაში თქვენი სერტიფიკატი აუცილებელია. როდესაც აქ ადგილობრივ წარმოებაზე გვაქვს საუბარი. ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი საერთაშორისო ვაჭრობაში შესაძლებელია მხოლოდ ვეტერინარული სერტიფიკატის თანხლებით. თუ ეს საუბარია მცენარეულ პროდუქციაზე, პირველად წარმოებას გულისხმობ და არა გადამუშავებულს, მაგალითად კიტრი, პამიდორი და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ფიტოსანიტარული სერტიფიკატის თანხლებით, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული და სავალდებულო ფორმებია. და ბოლოს რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ საფრთხე არ შეუქმნათ საკუთარ ჯანმრთელობას?
თქვენ რას ურჩევდით როგორც სპეციალისტი? პირველ რიგში ეტიკეტის კითხვა ვისწავლოთ რა. დავადების და რა იმ ეტიკეტზე წერია ყველაფერი. თუ ეტიკეტი არ შეესაბამება მოთხოვნებს, რაღაცა ინფორმაცია არ არის მიწოდებული, რაც მნიშვნელოვანია და სავალდებულია, მომხმარებელს აქვს უფლება ამაზე 15:02-ზე დაგვიკავშირდეს, გვაქვს ცხელი ხაზი, სადაც არ არსებობს კონფიდენციალობა დაცული და ჩვენს მიერ აუცილებლად ხდება საპასუხო რეაგირება. მივდივართ ადგილზე, ვახორციელებთ კონტროლს და კონტროლის შედეგებს ყველა ზარზე და კონტროლის შედეგებს ვაცნობებთ განცხადებელს. ეს კონფიდენციალურად ხდება, ანუ ამ ინფორმაციის გასაჯერობა ვინ მოგმართა, არასდროს არ ხდება. და ამის მიწოდებაც ხდება სატელეფონო შეტყობინების დროს ანუ მომართვის საფუძველზე თქვენ შედიხართ და ამოწმებთ საწარმოს კონკრეტული პიროვნების სახელმწიფო კონტროლზე შეიძლება ორჯერ სამჯერ მეტად გვიწევს ამის განხორციელება და შეიძლება ამის გამო თქვათ ერთხელ თუ 4ჯერ არის დაგეგმილი შეიძლება 24ჯერ მოვხდოთ ერთი და იგივე საწარმოში თუ სატელეფონო რა ტიპის შეტყობინებებს იღებთ უფრო ხშირად ანუ უფრო მომხმარებელი დავუშვათ უჩივის რას რომ სად არ არის ისე როგორც ამბობენ რომ იცით რა გამოვიტანეს სახში გავხსენი და სუნიფერი გემო არ მომეწონა სათანადო ვარგისნებს ვადაეწერა და როგორც ჩანს რეალიზაციის პირობები იყო და დარღვეული ან გავხსენი და სურსათში რაღაც აღმო ან ზოგ შემთხვევაში შევჭამე და რაღაც ფიზიკური საფრთხე აღმოვაჩინე ან ჩამყვა ამდენი რესურსი აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოს რამდენ ზარზე მოხდეს რეაგირება და აქედან სრულ რამდენია დაუშვათ და ყოლათ ატეხილე განკაში მაგასთან დაკავშირებით ეს ძალიან დიდი ენერგიის ხარჯვას მოითხოვდა რესურსებს ფინანსურს და ადამიანებს ჩვენგან და ბოლოს ესე იგი შევქმნით სპეციალური დოკუმენტია გაწერილი ჩვენს მიერ სოპია დაწერილი რა შემთხვევაში როგორ ვიქცევით კატეგორიზაცია შეტყობინებების დაწერილი იქ და რა შემთხვევაში გასაჯერობის სოპიც კი გვაქვს დაწერილი რა შემთხვევაში რა ინფორმაცია როგორ რა დოზით და როგორ უნდა გავასაჯეროოთ ძალიან დიდი მადლობა წინასწარ გილოცავთ მოახლოებულ დღესასწაულს და შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი და როგორც მოისმინეთ უნდა ვისწავლოთ ეტიკეტის საკითხვა და საკუთარ ჯანმრთელობაზე პირველ რიგში თავად უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები მადლობა ნახვამდის